ოლიგარქის სუსის ყოფილ უფროს 15 წლამდე პატიმრობა იმუქრება. ოცნების გამოძიება გრიგოლ ლილუაშვილს კორუფციის 4 საქმეზე ედავება. ერთ-ერთია აჭარ ენერჯის ინვესტიცია, რომლითაც ოცნების მთავრობა განსაკუთრებულად იწონებდა თავს. მათ შორის ოლიგარქის პრემიერიც. კომპანიის ხელმძღვანელი ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძემ პირადად მიიღო ოცნების მთავრობის კანცელარიაში. კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებს თბილისის ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი უფროსი. ოცნების გამოძიების მტკიცებით გრიგოლ ლილუაშვილი კახა გვანცელაძეს ეგრეთ წოდებული ატკატების მიღებაში მფარველობდა. კახა გვანცელაძე ამ თანამდებობაზე კახა კალაძემ წარადგინა. სუსის ყოფილი უფროსი მილიონობით ლარისა და დოლარის ქრთამის აღებაშია ბრალდებული. უფრო დეტალურად რას ედავებიან ოლიგარქის უკვე ყოფილ ფავორიტს. კეთი ნადიბაიძე ამ საქმეების დეტალებით უერთდება ფორმულას ეთერს. ამ ეტაპზე პროკურატურა ლაპარაკობს 4 დანაშაულებრივ სქემასთან დაკავშირებით. აქედან 2-ში სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ფიგურირებს ეკონომიკის ყოფილ მინისტრის მოადგილესთან რომეო მიქაუტაძესთან ერთად, რომელიც საზოგადოებამ იცის, რომ უკვე სხვა საქმეებთან დაკავშირებით ბრალდებული არის და ის პატიმრობაშია. დავიწყოთ პირველი საქმით და ეს ეხება ქარის სადგურებს. როგორც ირკვევა, 2022 წელს სუსის ყოფილმა უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო თურქი ბიზნესმენისგან და ამ ქრთამის სანაცვლოდ ის დაპირდა სახელმწიფოსთან პარტნიორობაში და თანამშრომლობაში დახმარებას. საქმე ეხება, როგორც გითხარით, ქალის ელექტროსადგურებს და საუბარია ჯამში 1 მილიონი დოლარის ქრთამზე. ეს თურქი ბიზნესმენი არის ჩაღათაი ულქერი, რომელიც 10 წელზე მეტია საქართველოში საქმიანობს. ის არის კომპანია აჭარ ენერჯის ხელმძღვანელი და ეს არის ის კომპანია, რომელიც საქართველოში აქტიურ ბიზნეს საქმიანობას იწყებს სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. მაგალითად არაერთი არქივში, ჩვენს არქივშიც მათ შორის ინახება არაერთი მასალა, როგორც ფოტომასალა, ასევე მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამ ბიზნესმენსა და ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის შეხვედრების. მაგალითად ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში და ის პირადად შეხვდა ირაკლი კობახიძეს. კობახიძე მას პირადად მასპინძლობდა, ჩაღათაი ულქერზე არის საუბარი და აი ამ შეხვედრის შემდეგ ქართულმა ოცნებამ და მისმა პრემიერმა სიამაყი დაანონსა ახალი 460 მილიონ დოლარიანი პროექტი ქარისა და მზის სადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული. ეს ხდება, როგორც გვეკითხარით, 2025 წელს, სულ რამდენიმე თვის წინ და ამ შეხვედრას ესწრებოდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილიც. მე ასევე საზოგადოებას ვეტყვი იმასაც, რომ როგორც გითხარით, ეს აჭარ ენერჯი, რომლის ხელმძღვანელიც არის ჩაღათაი ულქერი, წლებია 10 წელზე მეტია საქართველოში საქმიანობს და ის ამ დროისთვის მართავს კირნათისა და ხელვაჩაური 1-ის ჰიდროელექტროსადგურებსაც. ასევე გადავიდეთ შემდეგ სქემაზე, რომლის შესახებაც პროკურატურამ ისაუბრა. მეორე საქმე უკავშირდება ისევ ქრთამს და ისევ კერძო კომპანიასთან არაფორმალურ და დანაშაულებრივ შეთანხმებას. როგორც ირკვევა, სუსის ყოფილი უფროსი ამჯერად კომპანია ექსპრეს სერვის 2008 დამფუძნებელს დაპირდა დახმარებას, ტენდერებში დახმარებას და ამისთვის აიღო 1.500.000 ლარი ქრთამის სახით. ამ კომპანიის დამფუძნებელი არის გიორგი ხაჟალია და სწორედ მისგან აიღო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სუსის ყოფილმა უფროსმა ქრთამი. ამ სქემაშიც ფიგურირებს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომ სწორედ მისი შუამავლობით მუშაობდა და მოქმედებდა ეს დანაშაულებრივი სქემა. ასევე გადავიდეთ კიდევ მესამე დანაშაულებრივ სქემაზე, რომლის შესახებაც გვარაკიძე მილაპარაკა. ესეც ასევე ტენდერებს უკავშირდება, ტენდერებში დახმარებას. ამჯერად საქმე ეხება უკვე სახელმწიფო უწყებას ქალაქ თბილისის ბაღების სააგენტოს და მის ყოფილ ხელმძღვანელს კახა გვანცელაძეს, რომელიც როგორც ირკვევა გრიგოლ ლილუაშვილის მეგობარი იყო და ლილუაშვილი მის მეგობარს ქრთამის სანაცვლოდ ეხმარებოდა დანაშაულებრივი სქემის მფარველობაში. ამ შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული რა ოდენობის ქრთამზე არის ჯამში საუბარი, თუმცა სქემა ასეთი არის, რომ მეწარმეებისგან ეგრეთ წოდებული ატკატის სახით იღებდნენ ფულს იმისთვის, რომ სახელმწიფოს კონკრეტულ კომპანიებთან და მეწარმეებთან გაეფორმებინა ხელშეკრულებები. ესეც უკავშირდება სწორედ ტენდერებს. სხვათა შორის უნდა აღნიშნოს, რომ ეს არის ბაღების სააგენტოს ტენდერები, არის ის საკითხი, რომლის შესახებაც წლების განმავლობაში კრიტიკულ მედიაში არაერთი
რეპორტაჟი მომზადებულა საეჭვო გარიგებებთან თუ ტენდერებთან დაკავშირებით და ყველა ჯერზე ყოველთვის ასეთი რეპორტაჟის ავტორი მედიები იყვნენ თავდასხმების სამიზნე ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის კახა კალაძის მხრიდან და ყველა ჯერზე კახა გვანცელაძეც უარყოფდა ამგვარი საეჭვო გარიგებების არსებობას. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ გვანცელაძემ ეს თანამდებობა დატოვა 2 წლის წინ. ახლა ამჟამად მისი ადგილსამყოფელი ჩვენთვის უცნობია, თუმცა მას შემდეგ რაც თანამდებობა დატოვა გარკვეული პერიოდით ის საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა. 2 წლის წინ კახა კალაძე ამბობდა, რომ მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო პირადი განცხადების და გადაწყვეტილების საფუძველზე და მაშინ კალაძე მას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ასე გააცილა. და ახლა მეორე დანაშაულებრივ სქემაზე ვისაუბროთ, რომლის შესახებაც გვარაკიძემ დღეს დილით შეგვატყობინა, ეს უკავშირდება კოლ-ცენტრების საქმეს. ეს არის ის საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში არაერთი მედიის თუ ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტის ყურადღების ცენტრში ხდებოდა. მედიის არქივში არაერთი მასალა ინახება დანაშაულებრივი კოლ-ცენტრების სქემასთან დაკავშირებით, რომელსაც სავარაუდოდ მფარველობდა სუსის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, თუმცა ყოველ ჯერზე ეს ინფორმაცია უარყოფილი იყო ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, არ ინტერესდებოდნენ საგამოძიებო უწყებები ჩვენს მიერ მომზადებული რეპორტაჟებით და პასუხი ოცნების მხრიდან ასეთ მასალებზე ყოველთვის იყო თავდასხმა. მათ შორის მე საზოგადოებას შევახსენებ იმასაც, რომ წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას საქართველოში მოქმედი უკანონო კოლ-ცენტრების ფუნქციონირების შესახებ, რომელსაც ლობირებდა გრიგოლ ლილუაშვილი. სუსი არის მთავარი კოლ-ცენტრი საქართველოში, ეს არის დანაშაულის მთავარი ადგილი. აი ეს ფრაზა ეკუთვნის მაგალითად ლევან ხაბეიშვილს ჯერ კიდევ 2022 წელს და ამ წლების განმავლობაში ის აქტიურად ლაპარაკობდა გრიგოლ ლილუაშვილის ამ დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში რომ შევაჯამოთ, საუბარი არის ამ ეტაპზე პროკურატურის მხრიდან 4 დანაშაულებრივ სქემასთან დაკავშირებით და მილიონობით ლარის ქთამზე გრიგოლ ლილუაშვილს სუსის ყოფილ უფროს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ პროკურატურის განცხადება. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. პირველი ეპიზოდი 2022 წლის ოქტომბრის თვეში მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი ამერიკული დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის. მეორე ეპიზოდი 2022 წლის თებერვლის თვეში ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კომპანია ექსპრეს სერვისი 2008-ის დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 1.500.000 ლარი. მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური კოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული კოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედია საშუალებებს აფინანსებდნენ. ხოლო კოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის მეორე ნაწილის გექვე პუნქტით და მესამე ნაწილის ექვე პუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ანონსდება პროკურატურის მხრიდან, ამ საქმეებთან დაკავშირებით გრიგოლ ლილუაშვილი არ არის ერთადერთი ბრალდებული, რომ ბრალი ოფიციალურად წარედგინებად სხვა პირებსაც, მათ შორის იქნება თუ არა მაგალითად თურქი ბიზნესმენი ჩაღათაი ულქერი, ეს პროკურატურას არ დაუკონკრეტებია. ამ შემთხვევაში საუბარი არის, რომ მან გრიგოლ ლილუაშვილს მისცა ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი. საინტერესო ამ საქმესთან დაკავშირებით არის ის, რომ ამ კომპანიასთან, აჭარ ენერჯისთან არის მიმდინარე პროექტი,
პროექტები. გარდა ამისა, სულ რამდენიმე თვის წინ დაანონსდა ახალი პროექტები 460 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია ქარისა და მზის სადგურებთან დაკავშირებით. საინტერესო არის აი ამ გამოძიების და საქმის შემდეგ ძალაში დარჩება თუ არა ეს პარტნიორობა და რა ბედიელის ამ თურქ ბიზნესმენს, რაც შეეხება გიორგი ხაჟალიას, კახა გვანცელაძეს და სქემაში მონაწილე სხვა პირებსაც, რომლის ვინაობაც არ დაუკონკრეტებია პროკურატურას, თუმცა აღნიშნა ის, რომ სხვა პირების ჩართულობითაც ხდებოდა ამ სქემების სისრულეში მოყვანა. წარედგინებათ ბრალი და საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, დაუმძიმდება თუ არა ამ საქმეებიდან გამომდინარე ბრალი ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძესაც, რომელიც სხვა საქმეებთან დაკავშირებით არის უკვე ბრალდებული. ასეთი არის ამ დროისთვის ინფორმაცია, რომელსაც პროკურატურა გრიგოლ ილუაშვილის ბრალთან და მასთან დაკავშირებულ საქმეებთან დაკავშირებით ავრცელებს და ბოლოს ბრიფინგი პროკურატურამ დაასრულა იმით, რომ გრძელდება სხვა დანაშაულებრივი სქემების გამოვლენასთან დაკავშირებით გრიგოლ ილუაშვილის წინააღმდეგ გამოძიება. თან დაკავშირებით ხარ დაბარებული. რა გიქრეს, როდესაც დაგირეს? გამიშვით, ხმელოდე. შეგატყობინეს, რომ გენერალური პროკურორი რომ გითხარით. როდის დაგიბარეს გამოკითხვაზე? გამოკითხვაზე როდის დაგიბარეთ? როდის დაგიბარეს, რო გითხრათ? როდის დაგიბარეს? როცა დამიბარეს მოვედი და. ეს დაგიბარეს ბატონო გრიგოლ და რა გითხეს? რა განგიმარტეს? რასთან დაკავშირებით? არ ვიცი არაფერი. ანუ როდის დაგიკავშირეს ბატონო გრიგოლ? როდის დაგიკავშირეს? ერთობა რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, არ ვიცი. რომელ საქმეზე რა შეჭრეთ ბატონო გრიგოლ? რომელ საქმეზე? ვერაფერს მართლა არ ვიცი. პირველად ჩვენებას ამ რა თქმა უნდა, არ ვიცი რა საქმეა და ჩვენება არ მიმიცია რას. პირველად ხარ პროკურატურაში? პირველად ხო გაიგებდით ამდენი ხანი, ხო? როგორც დღეს გაიგეთ, ისე გაიგებდით. რატომ დაგიბარეს? სამართლის საქმეა. არ ვიცით, ვერ გეტყვი. ბატონო გრიგოლ, გამორიცხავთ რომ შესაძლოა აქედან გამოსულს ბრალიც აკითხენონ? თვისნებაა ყველაფერი, ვეაფშ ვერ გამოვიცი. ეს არის გრიგოლ ილუაშვილის ჯერჯერობით ბოლო ინტერვიუ, რომელიც ჩაწერილი არის დაახლოებით 1 საათის წინ, მაშინ როდესაც გრიგოლ ილუაშვილი პროკურატურაში იმყოფებოდა. პარალელურ რეჟიმში გვარაკიძე მართავდა ბრიფინგს და საუბრობდა მის მძიმე დანაშაულებებთან დაკავშირებით, რის გამოც სუსის ყოფილ უფროსს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გრიგოლ ილუაშვილი მივიდა პროკურატურაში ადვოკატთან ერთად, თუმცა შენობას ადვოკატი დიდი ალბათობით დატოვებს მარტო, რადგან როგორც ითქვა პროკურატურის მხრიდან, საპატიმრო აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლოს პროკურატურა მიმართავს უახლეს პერიოდში, რაც ნიშნავს იმას, რომ სანამ სასამართლო იქნება, გრიგოლ ილუაშვილი იქნება პატიმრობაში და სასამართლოზეც თუ კი გადაწყდება, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა საპატიმრო აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, გრიგოლ ილუაშვილი უკვე გადაინაცვლებს ციხეში წინასწარ პატიმრობაში.